გაგვიმარჯვა ჩვენ ყველას ვისაც ლიერ გვყარს ლიტერატურა და ვაგრძელებ ჯერომ ის სამი ყაზახი ნავში. და ჯერ კიდე წინა თავიდან მესამე თავიდან მოყოლილ ემოციებში ვარ. როცა პარალელი აღმოვაჩინე ჯეის ძავერი პარალელებია, მაგრამ ერთ-ერთი სხვაზე დასვენება და თბილისელების თუშეთში დასვენება. როდესაც ამოდიან და როგორც ჯეი არ დგამს სასტუმროდან ფეხს და არ ვანავს ზღვაში, ისე ეგენი საოჯახო სასტუმროდან ფეხს არ ადგამენ და არ დადიან მთებში, არამედ სვამენ. 24 საათი მაგისთვის ამოდიან, ჭარაობენ და ღრიალებენ. ან და ამისი ყველაზე ცუდი შედეგი არის, ბევრი ცუდი შედეგები აქვს, მაგრამ ერთ-ერთი კიდე ყველაზე ცუდი შედეგი არის ის, რომ ბევრი კარვებითაც ამოდის წელს მაგალითად. როგორც მითხრეს, მეც ჯეივით ვიტყვი, მაგრამ მეც მინახავს ძალიან ბევრი. მაგრამ ამჟამად მე არ ვყოფილ ვარ და მითხრეს. სურათებიც იყო. ანუ უამრავ ნაგავსტავებენ საპიკნიკი ადგილებზე, რომელიც საშინელებაა ველური გარემოსთვის. შეიძლება უბრალოდ დათვი მოიზიდოს და მე დათმა რაღაც დააშავოს, ყველაფერს თავი რომ დაანებო, თვითონაც დაუშავდებათ და ადამიანებს დაუშავდებათ. ესთეტიური თვალთახედვით, ანუ ულამაზესი მდელოებია და როცა ის მდელოები ნაგვითავას ავსე არ ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს ეს ეგოცენტრული გონება ძირითადად ყველაფერს საკუთარ თავიდან განსაზღვრავს, ხო, როგორც ჯეი იძახის, რომ ქვები სპეციალურად ალესეს და ისე დადეს ქვიშაში, რომ მე ფეხი გამჭროდა და ის ქვა ზუსტად იქ დადეს, რომ ტალღას იქ დავენარცხებინა. ესე ფიქრობენ ალბათ იქ ამოსული ვიწრო ეგოს მქონე, დიდი ეგოს და ვიწრო გონების მქონე თბილისელი ტურისტები, ასე ვთქვათ, შიდა ტურისტები. რომ ეს გზა, ასე ვთქვათ, ჩვენთვის დააგეს ეგეთი, ეს ადგილი ჩვენთვის გააკეთეს და მე რა მოუვა ჩვენს მერე მნიშვნელობა არ აქვს. ხო, რა ვიცი. ანუ სამაქანეგზის გასწვრივ მოძრაობა და მე კარვების გაშლა და იქ ნაგვის დაყარა და ღრიანცელი სხვათა შორის დიდი გმირობა არ არის მთაში. საქმე ისაა სამაქანეგზას გასცდე და ბილიკებით იარო და არ ვიცი, დატკბე გარემოთი და არავინ არ დაგინახოს ამ დროს კიდე, ხო? ანუ რისთვის ადიან იმ ყოველმა ტურისტმა რომ მკითხა, რისთვის ამოდიან საერთოდაც უნდა იქიფონ და არაფერი არ უნდა ნახონ, თბილისში ხო იზამენ მაგასო. იმიტომ რომ როგორც ჯეი ამბობს, ხო, უნდა მოუყვა როგორ ისიამოვნე თუშეთში, ხო, უნდა დაანახო როგორ ისიამოვნე თუშეთში. კატასტროფა. კიდე ერთი შემთხვევა მქონდა. ერთხელ მომიწია დასახლებული ადგილის ახლოს თუშეთში ღამე გარავში მარტო გათენება და მე ნაცნობი ტუროპერატორი მოვიდა ქართველ და უცხოელ ტურისტებთან ერთად. თავიდან ეგონა რომ მარტო არ ვიყავი და წასვასაბირო და მეთქი ძლივს დავარწმუნე რომ მარტო ვიყავი და მე დამცინა და იმაზე რომ ალბათ როგორ შეგეშინდა და როგორ გაგიხარდა მე რომ მოვედიო და რა თქმა უნდა ვაღიარე რომ ეგრე იყო, ხო, მიუხედავად იმისა რომ მარტო რჩებოდი და მზად ვიყავი ყველა წინააღმდეგობის, რა თქმა უნდა მაინც გეშინი ადამიანი ხარ ზუსტად მაგიტომ ხარ მამაცი რომ შიშლა ხალხო. და იმ საღამოს რა თქმა უნდა ჩემი ამბავი გასარჩევი იყო, მარტო რომ ვიყავი კარავში ამ შუა ასე ვთქვათ მთაში. მაგრამ რაზეც იქ ქართველი გოგოები ლაპარაკობდნენ, ზუსტად ის იყო, რასაც დასაწყისში ჯეი ამბობს, ხო? ავად ვიყავითო და მე მოვუყევი დაწვრილებითო რას გრძნობდი რომ ვიძინებდიო და იმა მომიყვა დაწვრილებით ღამის განმავლობაში რას გრძნობდაო და ჯორჯი იდგა და განასახიერებდა რას გრძნობდა გაღვიძებისასო. აი ზუსტად ეგ იყო, ანუ მთელი საუბარი ეყრდნობოდა იმას, ვის რის ეშინოდა და ეს ამ შიშებს ყვებოდნენ რაღაცა მე როგორც რაღაცა ანუ როგორ თქვა, ადამიანობის დამადასტურებელი თუ ქალობის დამადასტურებელი თუ პიროვნების, ანუ რომ ადამიანი ხარ ეს ყვებოდნენ, რომ აი სიამაყით რომ მე ამის მეშინია, მე იმის მეშინია და უირასაო მე ამას ვერ გავაკეთებ და უირასაო მე იმას ვერ გავაკეთებ. ასე რომ ძალიან ბევრი პარალელი კი არა შეიძლება ჯერომ ის ამ მოთხრობით უყურო მთელ შენს ირგვლივ რაც ხდება. შეუძლებელი არ უყურო როცა გითხულობ და მე გიშივით გეცინება, ხონცხება არ იციან რაზე გეცინება. თავი მეოთხე.
მერე გადავედით საკვების განხილვაზე. დავიწყოთ საუზმი, თქვა ჯორჯმა. ჯორჯი ხომ მიწაზე მყარად დგას. საუზმისთვის დაგჭირდება ტაფა. ჰარისმა თქვა მაგის მონელება შეუძლებელიაო, მაგრამ ვირიშვილი ნუიქნებიო უთხართ და ჯორჯმა გააგრძელა. ჩაის დასაყენებელი და წყლის ასადუღებელი ჩაიდნები და მეთილის სპირტქურა ნავთი არ გვინდა, თქვა ჯორჯმა და მეტყველი მზერა გვესროლა. და მე და ჰარიციც მზერითვე დავეთანხმეთ. ერთხელ წავიღეთ ნავთქურა, მაგრამ ეგ ერთხელ კმარა. მთელი კვირა თავი ნავთის ბიდონში გვეგონა. ხრჩოლავდა. იქამდე არ ვიცოდით, რომ პარაფინი ხრჩოლავს. ნავის ხურზე გვედგა და იქიდან ყვავლი ნავის ბოლომდე აღწევდა. მთელი ნავი და მისის შიგთავსი ამ სუნით იყო გაჯერებული და მთელ მდინარესაც ეფინებოდა. ფარავდა ჩვენს თვალწინ გადაშლილ პეიზაჟს და განწყობასაც აფუჭებდა და სუფთა ჰაერსაც. ხანდახან დასავლეთიდან ნავთიანი ქარი დაუბერავდა და ხან აღმოსავლეთის ნავთიანი ქარი გვსტუმრობდა და ხან ჩრდილოეთის და ხან სამხრეთის. მნიშვნელობა არ ჰქონდა არქტიკის თოვლისა იყო თუ უდაბნოს ქვიშის, ჩვენამდე ერთნაირად პარაფინის ზეთის სურნელებიც ავსეუბერავდა. ესეც ის არის ხო? შერვაგდის ვინდა რო გონია რომ სადღაციდან მოდის. ნავთმა და მისმა ნახრჩელმა მზის ჩასვლასაც კი დაუკარგეს ფერები და რაც შეეხება მთვარის სხივებს, აშკარად პარაფინით ყარდნენ. მარალაუში ვცადეთ გავქცევოდეთ ამ სიმღრალეს. ნავი ხიდთან დავტოვეთ და ქალაქში ფეხით გავისერინეთ, მაგრამ მაინც ვერ მოვიცილეთ, თითქოს თან დაყვებოდა მთელი ქალაქი, ნავთობით იყო სავსე. სასაფლაოს ჩაუარეთ და ისეთი სუნი იდგა, თითქოს ხალხს ნავთში მარხავდნენ. ხო, სტრიტი ნავთის სურნელებას აფრქვევდა. თავს ვიმტვრევდით იმაზე ფიქრით, თუ როგორ ახერხებდა ხალხი აქ ცხოვრებას. გავცდით ქალაქს, ბირმინგემისკენ გზაზე მილზე ვკეცავდით, მაგრამ არაფერი გვეშველა. სოფლოდაც იგივე ნავთის სიმყრალე გვეგებებოდა. მოგზაურობის ბოლოსკენ შუაღამეს უკაცრიელ მინდორზე მეხდაცემული მუხის ქვეშ საშინელი ფიცით დავიფიცეთ. მთელი კვირა კი ჩვეულებრივ ამბად გაგვიხდა ეშმაკის კვერთხზე ფიცილი საშუალო კლასის სტილით, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო. ხო და იმას ვამბობდი, რომ საშინელი ფიცით შევფიცეთ ერთმანეთს, რომ არასოდეს პარაფინი არ გაგვეჭაჭანებინა ნავზე. რა თქმა უნდა, თუ წამლად არ დაგვჭირდებოდა. ამიტომაც ამჟამინდელი საქმეთა მდგომარეობის მიხედვით შემოვიფარგლეთ მეთილის სპირტით. ეგეც თლათ ვერაფერი შვილია, ღვეზელი და ნამცხვარი ძალიან სწრაფად იღებს მეთილის სპირტის არომატს, მაგრამ მეთილის სპირტი მაინც უფრო მადლიანია. დიდი რაოდენობით ჩაყლაპოთ მოგიწია, ვიდრე პარაფინის ზეთი. საუზმისთვის ჯორჯმა ლორი და კვერცხებიც არ დაივიწყა. ადვილი მოსამზადებელიაო, ამას დაემატა ცივად მოხარშული ხორცი, ჩაი, პური, კარაქი და ჯემი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ყველი. ყველი ნავთის მსგავსად ძალიან იჭიმება და მთელი ნავის დაკავება სადია ხოლმე. ყველის გემოსაძლევს ყველაფერს, ვერ გაარჩევ ვაშლის ღვეზილს ჭამ, გერმანულ სოსისებს, მარწყვის ნაღებით თუ ყველს. ნამეტანი კეთილ სურნელება ახვევია ყველს გარშემო. მახსოვს ერთმა ჩემმა მეგობარმა როგორ იყიდა ცოტა ყველი ლივერპულში. ფოდიშით შემიხო. დიდებული თავები იყო, კარგად მომწიფებული და საშუალო სიმძაფრის. მაგრამ გარშემო 3 მილის მანძილზე 200 ცხენის ძალის სისწრაფით ისეთ სუნს გამოსცემდნენ, რომ კაცს 200 იარდის მანძილზე მოცელავდა. მეც ლივერპულში ვიყავი მაგ დროს და მეგობარმა მთხოვა, თუ საწინააღმდეგო არაფერი მექნებოდა, ლივერპულიდან ლონდონში გამატანდა თავის ყველს, რადგან თვითონ რამდენიმე დღე კიდევ აპირებდა დარჩენას და ყველის გაჩერება ამდენი ხანი თლად პატიოსანის აქციელი არ იქნებოდა. დიდი სიამოვნებით შემობიჭო, დიდი სიამოვნებით ვუთხარი მე. ყველს მივაკითხე და კებში მოვეწყვა. კები ნახევრად დაშლილი იყო და შიგ მუხლებ დაძაბუნებული და ფრთამოტეხილი სომნამბული ება, რომელსაც პატრონმა საუბრისას ენთუსიაზმის მოსყვავების წამში ცხენი უწოდა. ყველი ზემოთ შემოვდა, წამოჩანჩალდით ისე, რომ ჩვენ ეტლთან ყველაზე ნელი ურემიც კი ჩემპიონი გამოჩნდებოდა. ყველაფერი გასვენების ზარებით ხიარულად მიდიოდა, სანამ კუთხეში არ შევუხვიეთ და ქარმა სხვა მხრიდან არ დაუბერა. ყველის ისეთი სურნელი შეეფეთა უცბად ჩვენს მერანს ნესტოებში, რომ გამოფხიზლდა და ფეთებულმა ღარამად ჩაიფრუტუნა, ადგილს მოწყდა და გაჭენდა. საათში 3 მილის სისწრაფით. ქარი მიმართულებას არ იცვლიდა და ქუჩის ბოლოს სანამ მივაღწევდით, სიჩქარე კიდევ 1 მილით გაზარდა. ასე რომ საათში 4 მილის სისწრაფით ჩაუქროლებდა ხოლმე ინვალიდებს და ზორბა ხანში შესულ ქალბატონებს, რომლებიც წამში ქრებოდნენ. სადგურზე ორ მომუშავემ და მეეტლემ ძლივს გააკავეს.
და მე მგონი მაინც ვერ დააოკებდნენ ერთ-ერთ კაცს რო არ მოეფიქრებინა და ხვირსახოცი არ აეფარებინა ნესტოებზე ცხენისთვის და ყავისფერი ქაღალდისთვის რომ არ წაეკიდებინა ცეცხლი. ბილეთი ავიღე და ბაქანზე ამაყა დავედი. რა თქმა უნდა, ყველის თავებით ამ მქონდა. თვალის დახამხამებაში გზიდან ყველა ჩამომეცალა. ხალხი მარჯვნივ და მარცხნივ ანგარიშ მიუცემლად გარბოდა, ალბათ პატივისცემის ნიშნად. მატარებელი გადაჭედილი იყო და ჩემს ვაგონში უკვე 6 მგზავრი იჯდა. ერთი ბუზღუნაბებერი ჯენტმენი უკმაყოფილოდ აჯიჭყინდა, მაგრამ ჩემი ყველებიანად მაინც შევეტენეში. ისინი საბარგულთ ხაროზე შემოვდე და მე ღიმილად ქცეულ ჩავეკვეხე სადღაც და დაძაბულობა რომ განმემუხდა ვთქვი, რა თბილი დღეაო. რამდენიმე წამის შემდეგ მოხუცი ჯენტმენი აცმუკდა. ძალიან სივიწროვეა აქა, თქვა მან. თავზე ვიძალა არ არის, უპასუხე გვერდზე მჯდომა. და მერე ორივე მუცბად ძაღლებივით ჰაერის ყნოსვა დაიწყეს. მესამე შესრუტვის მერე პირდაპირ გულზე ეცათ ყველი. ხმა მოუღებლად ადგნენ და კუპეტან გალაგდნენ. ცოტა ხანში მაღალი და მსუქანი ქალბატონი წამოიჭრა გაცხარებული ფეხზე და აღშფოთებულმა განაცხადა, სირცხვილი და თავის მოჭრამ პატიოსან გათხოვილ ქალს ასე ავიწრებენო. მოჰკიდა ხელი ჩანთას და 8 ფუთას და წავიდა. დარჩენილი 4 მგზავრი ერთი ხანი კიდევ იჯდა ამის მერე, სანამ პირქუშსახიანმა კაცმა კუთხეში რომ იჯდა და ჩაცმულობით და გარეგნობით მეკუბოვეს ჩამოჰგავდა, არ განაცხადა რომ მგონი, საიდანღაც მკვდარი თოთო ბავშვის სუნი მცემსო. მაშინ დანარჩენი 3 მგზავრი ერთდროულად წამოხდა და ეცა კარებს. გამწარებულები ერთმანეთს ახტებოდნენ და სიჩქარეში და ზედაღვერაში კარგადაც დალილავდნენ. მე შავ ჯანტმენს შევღიმე და ვუთხარი, როგორც ჩანს, კუპე ჩვენს სრულ განკარგულებაში დარჩა მეთქი. მან თავაზიანად გაიცინა და თქვა, ზოგიერთი არაფრის გამო ერთაურზაურს ტეხსო, მაგრამ მატარებელი რომ დაიძრა, მალევე დაეტყო, რომ რაღაც უცნაურად გამწვანდა და დაღონდა. ასე რომ კრუს რომ მივახლოვდით სასმელზე დავპატიჟე, დამთანხმდა და ბუფეტისკენ გავემართეთ. იქ კარგახანი ვღრიალებდით და ფეხებს ვაბაკუნებდით და ქოლგებს გიჟებივით ვიქნევდით ჰაერში. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ მოვიდა ვიღაც ახალგაზრდა ქალი და გითხრა, რამის ხომ არ ინებებთო. რას დალებთ, მივუბრუნდი ჩემთანავე ინახეს. ნახევარი კრონის ღირებულების არაყი მომიტანეთ გაუზარებლად მის თუ შეიძლება თქვა მან დეზინფექციის იდარი. ჩემო თანამგზავრმა არაყის სრულ მოუთქმელად დალია მე ჩუმად წავიდა და სხვა კუპეს შეძვრა. რაც მისი მხრიდან კარგი საქციელი ნამდვილად არ. კრუდან კუპე მთლიანად ჩემს განკარგულებაში დარჩა. თუმცა მატარებელში ჭედვა იყო, გზად სხვადასხვა სადგურებში გაჩერებისას ამოსული მგზავრები ჩემს კუპეს რომ დაინახავდნენ და აქვთ მოგლეჯილები გამორბოდნენ. აქეთ მარია, აქეთ წამოდი. ბლომად ადგილებია ჯარშორიდან ის მოდაყვერილი და მე თვითონ მოკასკასდებოდნენ მძიმე ჩანთებით და კარებთან ისევ პირველობისთვის ბრძოლა იმართებოდა. რა ტიპიური სიტუაციებია, ტიპიური ადამიანის ფსიქიკა. ბოლოს გამარჯვებული კარებს გააღებდა. ნაბიჯს გადმოდგამდა და უკანვე გადაესვენებოდა სხვების კლავებში. მერე ყველანი შემოლაგდებოდნენ, ჰაერს დაყნოსავდნენ, სასწრაფოდ უკანსვლით მოцоცხავდნენ და რომელიმე სავსე კუპეში ცდილობდნენ შეტანვას. ან ორმაგ ფასს იხდიდნენ ადგილისთვის. ეუსტონიდან ყველის თავები ჩემი მეგობრის სახლში წავიღე. როცა მისი ცოლი ოთახში შემოვიდა, წამიერად შედგა. ჰაერი ხმად ჩაისუნთქა და მე ტრაგიკული ტონით ვკითხა. რა ამბავია? არ დამიმალო, პირდაპირ ვითხარი. ყველი ტომა ლივერპულში იყიდა, თხოვა წამომეღო. და თან დავამატე, დიდი იმედი მქონდა, ჩემზე არ მიიტან და ეჭვს როგორც წამქესებელზე, ტიპური სიტუაცია. ცოლები რომ სხვებს არ აბრალებენ ქორების იმას. მან მითხრა, ვიცი რომ უბრალო ხარ, მაგრამ ტომს დაველაპარაკები ამ ყველზე, როცა დავბრუნდებიო. ჩემი მეგობარი ლივერპულში ჩვეულებრივზე დიდხანს შემორჩა და 3 დღის შემდეგ, რადგანაც ქმარი არსად ჩანდა, მისმა ცოლმა მომაკითხა. მაინც რა დაიბარა ტომმა ამ ყველთან დაკავშირებით, მკითხა მან. ასე თქვა, ტენიან ადგილზე შეინახეთ და ხელი არავინ დაადოსო, უპასუხა მე. არა მგონია ვინმე მეგმოინდომოს თქვა ქალმა და კიდევ ისმინა გავიგო, თვითონ უყნოსა თუ არა მაყვალს. მე ჩემი აზრი მოახსენა, რომ მგონი უსუნა და მაგიტომაც ჩავარდა გულში. როგორ ფიქრობ, ძალიან გაბრაზდება ერთ სოვერენად კაცი რომ დავიქირავო, წავაღებინო და დავამარხინო, ჩამეძია ის. მე ვუპასუხე, მაგის მერე არა მგონია კიდევ რამემ გაამხიარულოს და სახეზე ღიმილი მოჰგვაროს მეთქი. უცბად რაღაც აზრი მოვიდა თავში და თქვა, არ გინდა შენ შეუნახო სანამ ჩამოვა?
მოდი რა, გამოგიგზავნი და შენთან იყოს ტომის მოსვლამდე, ხა? ხა ბატონო, უპასუხე მე. ჩემ და თავად მე კი მიყვარს ყველის სუნი და გზა, რომელიც ლივერპულიდან გავიარე გუშ, ყოველთვის გამახსენდება როგორც ბედნიერი არდადეგების ბედნიერი დასასრული. მაგრამ ამ ცხოვრებაში მარტო ჩვენ სიამოვნებაზე ვერ ვიფიქრებთ. ქალბატონი, რომლის სახლის ჭერქვეშაც მაქვს, ბედნიერება სულთკმულოვ და ქვრივია. და ამას არ დასჭერდა მისი მუხტალი ბედი. და რამდენადაც ვიცი ობოლიცა, ის მთელი არსებით და მჭერმეტყველებით არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება, რასაც თვითონ უწოდებს თავზე გადახტავას. და თქვენი ქმრის კუთვნილი ყველის მის სახლში დაბრძანებას გული მეუბნება, რომ სწორედ თავზე გადახტავად მიიღებს. და მე კი არავის არასოდეს ვათქმევინებ ჩემზე, ქვრივს და თანაც ობოლს თავზე გადაახტავ. მაგარი მონოლოგი. ძალიან კარგი თქვა ჩემი მეგობრის ცალმა და ფეხზე წამოდგა. მაშინ იღება დამრჩენია, რომ ბავშვებს ხელი მოვკიდო და სასტუმროში გადავბარგდე. სანამ ყველი არ შეიჭმება, უარს ვამბობ მაგ ყველთან ერთად ერთ სახლში ცხოვრებაზე. ბოლომდე უერთგულად თავის სიტყვას სახლი მოსამსახურე ქალს ჩააბარა, რომელმაც მე როცა ჰკითხეს სუნს როგორ იტანო, გავსებულმა შეუბრუნა კითხვა რა სუნსო და რომელიც როცა ყველთან ახლოს მიიყვანეს და სთხოვეს კარგად დაესუნა, ამბობდა მხოლოდ ნესვის ოდნავ შესამჩნევის ურნალება მომდისო. დაასკვნეს, რომ ამ ქალს ყველაზე მცირე ზიანი შეიძლებოდა მოსულა და მოწამულ ატმოსფეროში და სახლში დატოვეს. აქაც ორმაგი იუმორია, ორლესული, ყველა მხარეს რო შეიძლება წახვიდე, ხო? შეიძლება ასეთ წარმოიდგინო ისეც, ანუ შეიძლება მოსამსახურე ქალი ერთადერთი სახლში ყველაზე მყოფი ადამიანია აქ და ჯანსაღი, მაგრამ მეორე მხრივ სიტუაციის გააჩნია, შეიძლება ესეთი ადამიანებიც არიან, ხო, რომ საერთოდ ვერ ამჩნევენ ვერანაირ პრობლემას, შეიძლება ყველაზე ჩლუნგია ეს ხალხი შეიძლება ბუზის განსპილას ქმნის, რაც ხშირად ხდება ხოლმე, როგორც ანუ ეგოცენტრულობის გამო. ხო, რა თქმა უნდა. ოკეი, სასტუმროს ანგარიშმა ყველა შემთხვევაში სერიოზული კრიტიკა მიდის ყველა მხარეს. არ მოგატყუოთ, ასე ვთქვათ, მე მგონი ბრიტანული იუმორი ვერ მოგატყუებთ. დაახლოებით ყველაზე სასაცილო რაც იყო კიდე. ანუ ლიფონავას სერიალი. ჩემი ცოლის აქალები, რომელიც საშინელი სატირაა ქართული საზოგადოების, ძალიან ბევრი ადამიანი ამ სატირას ვერ ხვდებოდა და პირდაპირ იღებდა. ანუ რომელიღაც Facebook მსჯელობიდან უკარი თვალი. მაგრამ მე მგონი ბრიტანული იუმორის ასე გაგება შეუძლებელია და სწორედ ამიტომ ამბობს ბევრი უარს, ხო, რომ კრინჯობა, დებილობა. რა თქმა უნდა, საკუთარი თავის დაცინვა კრინჯობა. ეს საკუთარი თავის დაცინვა დებილობაა, მაგრამ კარგი დებილობა და კრინჯობა. სასტუმროს ანგარიშმა 15 გინია შეადგინა და ჩემი მეგობარი ყველაფრის კარგად გააზრების მერე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ 1 ფუნტი ყველი 8 შილინგი და 6 პენსი დაუჭდა. თქვა, რომ ყველი მართლა ძალიან უყვარდა, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ გასწდებოდა მისი სახსრები და გადაწყვიტა თავიდან მოეშორებინა. არხში ჩაყარა. მაგრამ მოუწია დაეჭირა და უყურე ამოეთრია. რადგან მებარჯეებმა იჩივლეს. თქვენს აღარ შეგვიძლია გულშეღონებულები დავცუროთ. ამის მერე ღამით სამრევლო მორგში შეიპარა და იქ დატოვა. მაგრამ მეგობარი იპოვა და ერთი ამბავი ატეხა. ყველას გააგებინა, რომ ვიღაც ცდილობდა მისთვის შემოსავლის წყარა დაეკარგვინებინა, რადგან ასე ყველა მკვდარი ზეზე წარმოდგებოდა. ჩემო მეგობარმა როგორც იქნა მოიშორა თავიდან ყველი ბოლოს, მაგრამ ამისთვის მოუწია ერთ-ერთ ზღვისპირა ქალაქში წაეღო და იქ სანაპიროზე დაემარხა. ამ ადგილმა ამის მერე სახელი გაითქვა. სტუმრები ამბობდნენ, ადრე არასოდეს შეგვინიშნავს აქ როგორი გაჯერებული ჰაერიაო და სუსტ ფილტვებიანი და ანთებისკენ მიდრეკილი ხალხი გუნდ-გუნდად აწყდებოდა ამ ადგილს კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ასე რომ რაც არ უნდა მიყვარდეს ყველი, ვეთანხმები ჯორჯს, რომ უარი თქვა წამოღებაზე. 5 საათიან ჩაიზე უარი უნდა თქვა ჯორჯმა. ჰარის სახე ჩამოუგრძელდა ამის გაგონებაზე, მაგრამ კარგა გვარიანად მაწყარმა ბურგემრიელ პურშევჭამ 7-ზე სადილი ვახშამი და ჩაი ერთად. ჰარისი ცოტა შესამჩნევად მოცოცხლდა. ჯორჯმა ხილის ღვეზელებით ცივად მოხარშული ხორცი, პომიდორი, ხილი და მწვანე ლეულობა შემოგთავაზა. სასმელად ჰარისის არაჩვეულებრივ ბლანტ მიქსტურებს ავიღებდით, რომელსაც წყალში აზავებ და ლიმონადი ხდება. ბლომად ჩაი 1 ბოთლი ვისკი ყოველი შემთხვევისთვის, როგორც ჯორჯი იტყვა და თუ ამოყირავდით. ესეც აბსოლუტურად რეალური შემთხვევაა. რუსკზე, ანუ
სალაშქროდ მიდიოდა და მთელი გასტრონომი მოქონდა ზურგით. 5 წლის წინ სხვადასხვა ჩემი მოსწავლეები რო წავიყვანდა კრახით რო დასრულდა ყველაფერი. ბევრი მიზეზებს შორის ერთი ეგეც იყო, რომ მიუხედავად ისა, რომ ეუბნები ადამიანები სანამ თვითონ არ გამოსცდიან, ვერაფერს გააგებნებ წელს, კარგად დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ ჩანთებსაც 9-ჯერ გამომეორე, რომ სჭირდება ქვედა სარტყელი, რომ თანაბრად გადანაწილდეს ზურგზე სიმძიმე, რომელიც მე აუტანელი ხდება სიარულის დროს. და ყველას არც ერთმა არ შესრულა ეგ მითითება, ანუ ყველას ისეთ ჩანთა ჰქონდა, რომ ქვემოთ სარტყელი არ ჰქონდა. და სერიოზულად დაიტანჯდნენ ის 4 საათი, რაც ავდიოდით. და პრაქტიკულად მასეთი ჩანთებით მთელ გზაზე ვერ ცივლიდნენ. არც კი ვაპირებდით, მაგრამ მთელ გზაზე წასვლას იმ საშინელი გამოცდილებიდან გამომდინარე. და იმ საშინელ გამოცდილებაზე ერთ-ერთ ბიჭს, რომელიც თავის შეყვარებულთან იყო წამოსული, რაინდობა გადაწყვიტა და როგორ ჩაალაგეს საჭმელი. 7 დღის სამყოფი წარმოიდგინეთ, დილა, შუა დღეს და საღამოს დაფასოებული ცალ-ცალკე კონტეინერებით ედო ზურგ ჩანთაში საჭმელი, რომელიც ალბათ არ ვიცი, ალბათ 40 კილოს კი იწვევდა. და პლუს ამას ხერხემლის პრობლემები ჰქონია და იქიდან რომ ჩამოვიდა ოპერაცია გაიკიდა. და უკან რომ ბრუნდებოდით, ანუ მაგის გარდა კიდევ უმრავი საშინელება ხდებოდა. მეკითხებოდა რომ რატო ბრუნდებით უკანო. ასე რომ არ არის ეს ჯერჯერობით მისი ჰუმორი აბსოლუტურად რეალურ ხასიათებზე, ადამიანის ფსიქიკის რეალურ ქარღვევებზე დაკვირვებითაა დაწერილი. საერთოდ მეჩვენებოდათ ჯორჯი მართლა ძალიან ჩააჯინდა ამ ამოყირავების თემას არ ვიცი. ჩემი აზრით ასე მოგზაურობა არ უნდა დაიწყო. მაგრამ ამაში კარგი ის იყო, რომ ვისკი წამოვიღეთ. ღვინო და ლუდი არ წაგვიღია. დინარზე ორივე დიდი სისულელია, გამძიმებს და გაძინებს. 1-2 ჭიქა საღამოს, როცა ქალაქში გამოსულ ხარ და თვალს წყალს ალევინებ, გოგოებს ათვალიერებ არა უჭირს. მაგრამ როცა მზის გულზე მიცურავ და მძიმე საქმე გელოდება, ნუ დალე. ბოლოს ასაღები ნივთების სია, შევადგინეთ იმ საღამოს, სანამ დავიშლებოდით და საკმაოდ გრძელიც გამოგვივიდა. მეორე დღეს პარასკევს ყველაფერი შევაგროვეთ და საღამოს ბარგის ჩასალაგებლად ისევ შევიკრიბეთ. დიდი გლედსტოუნი ვიშოვეთ ტანსაცმლისთვის და რამოდენიმე გალათა სურსათისთვის. და არ დაგვავიწყდეს ტალფა, ქვაბი და სამზარეულო სხვა ნივთები. მაგი და ფანჯარასთან მივადგით, ყველაფერი იატაკზე დავახოვეთ და გარშემო შემოუსხედით. მე ვითავი ჩალაგება. ძალიან მიამაყება ჩალაგებაში ჩემი სიმარჯვე. ბარგის ჩალაგება ერთ-ერთია იმ სხვა მრავალი საქმიანობიდან, სადაც თავს ისევ გრძნობ, როგორც თევზის წყალში და გამეჯიბროს ვინც გინდა მაინც ვერ მოვლენ ჩემამდე. ხანდახან მეც გაოცებული ვრჩები ხოლმე რამდენადაც ფლობს რუყოფილად. მე ეს ფაქტი მოვახსენე ჯორჯს და ჰარის და ისინი ისეთი მზაობით დამეთანხმდნენ, რომ იყო რაღაც ღრმად დამაფიქრებელი მათს უსიტყვო მორჩილებაში. ჯორჯმა ჩიბუხი გამართა და სავარძელში ჩაყურყუმელავდა. ჰარის მაგი ფეხები შემოალაგა მაგიდას და სიგარას გაუკიდა. მსგავსი არაფერი მეგულისხმია განცხადებას რო ვაკეთებდი. თავისთავად ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ საქმე ყველას ერთად უნდა გაგვეკეთებინა. უბრალოდ ჰარისი და ჯორჯი ჩემი მითითებების მიხედვით იფუსფუსებდნენ, მე კი როცა მომინდებოდა შემეძლებოდა გვერდზე გამეწია რომელიმე ამ სიტყვებით. შენც კაი ვინმე ხარ? მანახე, აი ასე უნდა. აჰა, არ ყოფილა სულად ძნელი, ხო? რადგანაც მე ბოსი ვიქნებოდი და ჩემი ფრთის ქვეშ ბერს ისწავლიდნენ, მაგრამ მათმა მოულოდნელმა რეაქციამ ნერვები ამიწეწა. არაფერი არ მიპუტავს ნერვებს, ისე როგორც ხვების სიზარმაცე და უდარდალობა, მაშინ როცა მე გაქაფული დოღის ცხენივით აქეთ-იქით დავრბივარ. ერთხელ ცხოვრობდი ასეთ კაცთან, რომელსაც თავისი უსაქმრობით კაცობრიობამდე მივყავდი. სოფაზე გაიშხლარდებოდა ხოლმე და თვალყურს ადევნებდა, რას ვაკეთებდი. საათობით შეეძლო თავის შეუბრუნებლად და პოზის შეუცვლელად მარტო თვალებით ედევნა ჩემთვის კუჭი. რომელ ოთახში არ უნდა შევსულიყავ და რომელ კუთხეში არ უნდა მეტრიალა. იძახდა, სულიერად მომშვიდებს, რომ გიყურებ როგორ გულმოდგინედ შრომობო. შენ რომ გიყურებ ხვდები, რომ ცხოვრება სიზმარია არა ამ თქნარებით და ზმორებით რომ უნდა გალიო, არამედ კეთილშობილი ამოცანა, სავსე მოვალეობის შეგრძნებით და პატიოსანი ძიმე შრომითო. იძახდა, ნეტა როგორ ცხოვრობდი, სანამ შენ შეგხვდებოდი და თვალს ამიხელდიო. ასენი არიან ჩემი მოსწავლეები. მთელი წელი. მიყურებენ როგორ ვანდხევ ტვინს და ვიგონებ 1000 რაღაცას. იმისთვის რომ გავაგებინო მასალა და მეუბნებიან, რომ დედა რა გვაშველებოდა. ვერასოდეს მივხვდებოდი, რომ ცხოვრება ასეთი აზრიანია და ლიტერატურა ასეთი აზრიანია. თვითონ
საერთოდ არ ანდრემატმის. ანუ ალეგორია ხა როგორც ეს კაცი მარტო თვალებით ადონებს თვალყურსა ფეხზე არ დგება და თავის გადაწყება გამოწევას კი იზარება ზუსტად ეს არიან ჩემი მოსწავლე. და იმიტომ ამე გამოწევს და ისე რომ წერენ თითქოს არ ვიცი ანუ და ცუდი შედეგები არ დაუდიათ წელს მაგრამ ღმერთო ჩემო მე მასეთი არა ვარ არ შემიძლია ვიჯდე და უყურო მეორე ადამიანი როგორ იტყავებს ზურგს შრომით ჩემი ინსტინქტია წამოხდა და ზედამხედველად დავადგე ჯიბეებში ხელებ ჩალაგებულმა ქორივით გარშემო უარო და ბუკარ ნახო ყველა ნაბიჯი ასეთი ენერგიული ბუნება მაქვს რა ვქნა თავს ვერაფერს ვხერხებ პირში წყალი ჩავიგუბე და შევუდექი ბარგის ჩალაგებას ისე მკურცხლად არ გამომივიდა როგორც მეგონა მაგრამ მაინც მოვაბი თავი რომ მორჩი თასმები გადაუჭირა ჩანთას და კმაყოფილი დავაჯექი ზედ ჩექმების ჩალაგებას არ აპირებ მკითხა საზღვათა შორისად ხარისმა მივიხედე და აღმოაჩინა რომ მართლაც დამვიწყებოდა ტიპიური ხარისი სულ ასე იქცევა განამანამდე მეტყოდა სანამ ჩანთას შევკრავდი და თასმებს გადაუჭერდი ჯორჯმა გაიცინა თავისი ტიპიური გამაღიზიანებელი უაზრო როხროხა პირიღია სიცილით ნამდვილად ჭკვაზე გადავყავა რა მოს ანუ გაბრაზებული ხარ ყველაფერი საშინელად გეჩვენება ჩანთა გავხსენი და ჩექმები ჩავდე და ის იყო თავიდან უნდა შემეკრა რომ საშინელი აზრი მომივიდა თავში ჩემი კბილის ჭაგრისი ჩავდე თუ არა ზუსტად არ მახსოვდა არ ვიცი როგორ ხდება სულ ასე მაგრამ არასოდეს თანამდებობით არ ვიცი კბილის ჭაგრისი ჩავდე თუ არა კბილის ჭაგრისზე ფიქრი წამითაც არ მანებებს თავს მოგზაურობისას და ცხოვრებას ჯოჯოხეთად მიქცევს მესიზურება რომ დამავიწყდა და არ წამოვიღე მეღვიძება და ცივოფლში ვცურავ მოხდები შუაღამისას და იწყება კბილის ჭაგრის ენადირობა დილით კბილების გახეხვამდე ვალაგებ ჩანთას კბილის ჭაგრისიანად და მერე მიწევს თლიანი ჩანთის თავიდან ამოლაგება რომ კბილები გავიხეხო რადგან როგორც წესი ჩანთის ძირში გდია ხოლმე ჭაგრის ამოვიღებ ჩანთას უკან ვალაგებ კბილებს ვიხეხო და ბუნებრივია ჭაგრის მოვიწყდება მატარებლის სადგურზე გამახსენდება კისრის ტეხით გავბივარ უკან სასტუმროში კიბებს ვახტები ჭაგრის ცხვრის სახოჩი ვახო ჯიბეში მალავ და ისე ვასწრებ მატარებელზე მე მაქვს დაბნელობის ეს მომენტები და ყველა ადამიანს აბსოლუტურად ამის ერთადერთი წამალია ფხიზლად იყო ანუ საინტერესო ანუ თუ ცუდი მახსოვრობა გაქვს ანუ მე მაგალითად ძალიან ცუდი მახსოვრობა მაქვს მაგრამ არასოდეს არაფერი არ მოვიწყდება იმიტომ რომ ზუსტად იმიტომ რომ ვიცი რომ ცუდი მახსოვრობა მაქვს ძალიან ფხიზლად ვარ ესე იგი რა ის არის ხო პარადოქსი რომ თუ ცუდი მახსოვრობა გაქვს არ ნიშნავს რომ შეუძლებელია კარგი მახსოვრობა გქონდეს პირიქით საწინდარია იმისა რომ შენ თავზე იმუშაო და მართლა კარგი მახსოვრობა განევითარო ან ნებისმიერი სისუსტიდან შეიძლება ძალა განავითარო და ეს კიდევ ფსიქიკის რაღაც ის არის აკვიატება რომელიც ასევე ბევრ ადამიანს ჭირს და იუმორით მიუდგე ამ მომენტს ძალიან გიადვილებს ცხოვრებას ხო და გზებს გაძებნინებს როგორ შეიძლება თავი დააღწიო ამას მაგრამ თუ როგორც ჩვენ ქართველი პაპაური ის რა ქვია თათქარიძის მიმდევარი ხალხი ეგოცენტრული ხალხი ამასაც გახდის რაღაც ერთგვარი ვარდისფერი იმით შემოსავს და გახდის ხოტბა დიდების საგნად იმიტომ რომ თვითონ ჭირს მაშინ მიდიხარ ნევროზისკენ და სერიოზული სიგიჟისკენ რა თქმა უნდა ახლაც მთელი ჩანთის ამოტრიალება დამჭირდა და ცხადია რომ ვერ ვიპოვე ისე გადავაქოთა ჩანთა რომ ყველაფერი ერთმანეთში აურია სწორედ ისე როგორც შესაქმეშია სანამ ნათელი და ბნელი წყალი და მიწა ერთმანეთს გამოეყოფოდა და ქაოსიდან სამყარო დაიბადებოდა რა თქმა უნდა ჯორჯის და ჰარისის ჭაგრისი თუ რამეჯერ შემხვდა მაგრამ ჩემი არსად ჩანდა ნივთებს სათითაოდ ამოვალაგებდი და ჩავალაგებდი სათითაოდ მაღლა წევდი და ვაჯანჯღარებდი სანამ ვიღაცის ჩექმიდან არ ჩამოვარდა კი ვიპოვე მაგრამ ახლა ყველაფერი თავის ადგილზე უნდა დამებრუნებინა როცა მოვჭი ჯორჯმა მკითხა საპონი ადგილზეაო გამოუცხადე რომ სულ არ ვაპირებდი იმაზე და არც საპონი ადგილზე იყო თუ არა გაბრაზებულმა ჩანთახმაურით შევკარი და თოკი გადაუჭირა მაგრამ მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩინე რომ ჩემი თამბაქოს ქისაც შიგნით ჩამიდვია და მომიწია ისე ყველაფრის თავიდან დაწყება ჩანთა საბოლოოდ ზუსტად საღამოს 10 საათსა და 5 წუთზე დაიკეტა და მხოლოდ ჭურჭლის კალათებიღე დარჩა ჰარისმა თქვა კარგია თუ გამგზავრებას კიდევ 12 საათით არ გადავდებთ და ეს რომ არ მოხდეს ჯობია მე და ჯორჯმა გავაკეთოთ დანარჩენიო მე მაშინვე დავეთანხმე და დავჯექი ის და ჯორჯი კი წამოდგნენ ანუ ეს ჩანთის შეკვრის ალეგორია და მცირე ადამიანური მომენტები რომელიც ყველასთვის საერთოა ასე ვთქვათ
მეტაფორა და ალეგორია უფრო დიდი ამბებისა, ხო? მაგალითად, როგორ შეიძლება სწორედ ამ თვისებებმა და ამ თვისებების გაუაზრებლობამ საკუთარ თავში გამოიწვიოს ის აბსურდი, რაც არის მაგალითად ცისფერი ფრთები, ანუ ტიან-შანი, ხო? დიდებული ფილმი. რომელიც რეალობაა, მაგრამ რომელსაც ხალხი უყურებს, იცინს და ვერ იაზრებს, რომ თვითონ ცხოვრობენ შიგნით. მხიარულად შეუდგნენ საქმეს, გუნებაში ჰქონდათ ჩემთვის ეჩვენებინათ თუ როგორ უნდა ჩანდეს, ხო? ანუ ვერ იაზრებს, მაგრამ ამით გაიაზრებ თუ ოდნავ მაინც ყურადღებას მიაქცევ, იმიტომ რომ ისეთი ნიუანსებია მოყვანილი, რომელიც ყველას აქვს გამოცდილი, ხო? ეს პრობლემა იმის არა, როგორ შეიძლება რომ საერთო გაგება common sense, common ეს კონდეს, ასე ვთქვათ, საერთო აზრი კონდეს. თუ ავიღებთ იმ საერთო წრუმა რაღაცებს, რაც ყველას საერთო გვაქვს, მაშინ შესაძლებელი გახდება ურთიერთგაგება. მაშინ შესაძლებელი გახდება რაღაც პატარას თუ მოვაგვარებ, ხო, ბრძენიო, მაშინ აგვარებ საქმეებს, როცა ჯერ კიდე ადვილია, ხო, ბრძენი რთულ საქმეებს არ შეიჭირდებაო, ეგეთი ვარიანტია. მაშინ ყველანი მოვახერხებთ, მაგრამ რომ დიდ საქმეში ესეთი აბსურდი არ გამოგვივიდეს, როგორც ცისფერთებშია. მაგრამ თუ ეგოცენტრული ხარ და თუ ფიქრობ, რომ შენ სხვებისგან განსხვავებული ხარ და არა შენ ფსიქიკა უნიკალურია და არა შენ მსგავსი არაფერი არ გჭირს და თუ გჭირს შენი კარგია და სხვისი ცუდია, ხო? მაშინ რა თქმა უნდა აბსოლუტურად ბრმავდები რეალობისადმი და აბსოლუტურად ბუშჩი ცხოვრობ. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენთან იგივე ბუშჩი ცხოვრობს. ამისი პირდაპირ შედეგია თუნდაც ჩვენი პოლიტიკური მოვლენები. ერთი თვე არ მინახავს არაფერი, გუშინებია ჩემს ტელევიზორში ჩავვრთე და რომ შევხედე რას ლაპარაკობდნენ ჩვენი პრემიერი და სიცილით მოვკვდი, იმიტომ რომ მის მაგ დისტანცია მაქვს საკმარისი იმისთვის, რომ შევხედო არა ემოციური ფაქტორიდან, არამედ აბსოლუტურად საღი აზრით და რაც იქ ხდება არის უბრალოდ არ ვიცი მე რა, უბრალოდ სასაცილო. ხო, რაზე ლაპარაკობდნენ, ხო, NGO-ებიო, ისო რა ქვია, დაკვეთას ასრულებდნენო და პასუხს აგებენო. ამ ერთ თვეში ძალიან შორს გაფრენიონ. ძალიან შორს. ხო. სად ვიყავი ხა დამავიწყდა ისევ თავიდან დავიწყებ, მონაკვეთთან. მხიარულად შეუდგნენ საქმეს, გუნებაში ჰქონდათ ჩემთვის ეჩვენებინათ თუ როგორ უნდა ჩანდეს ჩალაგება. არაფერი მithქვამს, მოთმინებით ვიცდიდი, როცა ჯორჯს ჩამოახრჩობენ, ჰარის იქნება უკანასკნელი ყველაზე უარგისი ბარგის ჩამლაგებელი ამ ქვეყნად. ვუყურებდით თევშების და ჭიქების, ჩაიდნების ბოთლების, ქილების, ღვეზელების, ქურების, ნამცხრების და პომიდორების გროვებს და სიამოვნებისგან ხელებს ვიფშნებდი. რადგან ხვდებოდი, რომ მალე საინტერესო ამბები დაიწყებოდა. და მართლაც დაიწყო. ჭიქის გატეხვით დაიწყეს. პირველი რაც ჩაიდინეს ეგ იყო. იმიტომ ჩაიდინეს ეგა, რომ თავის შესაძლებლობებზე გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ გარე თვალისთვის და უფრო მეტის გაგების სურვილი აღეძრათ. მერე ჰარისმა მარწყვის ჩემი პომიდორებს დაადო თავს და კარგად ჩაჭყლიდა. ისე რომ პომიდორის ახიკვა ჩაის კოზით მოუწიათ. მერე ჯორჯის ჯერი დადგა. მივიდა და კარაქს ფეხით ზედ შესდგა და გააბრტყელა. ხმა არ მომიღია, უბრალოდ მაგიდის კიდეზე კიდევ უფრო მოხერხებულად მოვიწყვე და დაკვირვება განვაგრძე. ჩემი სიჩუმით უფრო ეფუტკნებოდათ ნერვები, ვიდრე ხმა რომ ამომეყო. მთელი არსებით უგრძნობდი ამას. ჩემი სიჩუმე მათ მღელვარებას და დაბნელობას ზრდიდა და უფრო კარგავდნენ თავგზას. აბიჯებდნენ ნივთებს, სადმე დადებდნენ, მიტრიალდებოდნენ, შემოbrunება ავიწყდებოდა და თავგადაკვირლები ეძებდნენ. ღვეზელები კალათის ძირში ჩაალაგეს და მძიმე საგნები დაადეს და ყველაფერი ღვეზელში აიზილა. მარილი ხომ ყველაფერზე უხვად მოუბნიეს და რაც შეეხება კარაქს, არასოდეს მინახავს ორ კაცს ამდენი მოეხერხებინოს ერთი შილინგისა და 2 პენსის ღირებულების კარაკით, რასაც მათ მიაღწიეს. მას შემდეგ, რაც ჯორჯმა საკუთარი ფლოსტის ლანჩას ააძრო კარაკის, სადაც ჩაიდანში ჩაედოთ. ბოლომდე არ ჩაეტია და მერე შუა გზაში გაიჭედა. ვეღარ ტენიდნენ და ვეღარც ამოჰქონდათ. ბოლოს როგორც იქნა მოაძრეს ჩაიდინდა და სკამზე დადეს. რომელზეც ხარისმა დაჯდომა არ დააყავნა, რომ ადგა კარაკი თანახვა და ამ ყოფით ეძებდა მთელ ოთახში. ყველაზე საშინელი ფიცით დავიფიცებ, რომ აი ამ სკამზე დავდე, თქვა ჯორჯმა და ცარიელი სკამი თვალებით გაბურღა. ჩემი ორი თვალით დავინახე, როგორ დადე კარაკი, მან ერთი წუთიც არ იქნება გასული. დაემოწმა ჰარისი. მერე ისევ დაიწყეს ოთახის თავიდან შემოვლა კარაკის ძიებაში. შუაგულში ერთმანეთს შეხვდნენ და განწირული გამომეტყველებით მიაშთარდნენ. ამაზე უცნაური არაფერი გამიგონია, თქვა ჯორჯმა. ამოხსნელი ამბავია, თქვა ჰარისმა.
მერე ჯორჯმა ჰარის შემოუარა და კარაქით აღმოაჩინა. აი, თურმე სადგომალებოდა მთელი ეს დრო წავაიტახა აღშფოთებულმა. აბასად, იკითხა ჰარისმა და დაბზრიალდა. მოიცა, წყნარად დგომა არ შეგიძლია დაიღრიელა ჯორჯმა და ისიც მასთან ერთად დატრიალდა, რომ კარაქი დაეჭირა. როგორც იქნა ჰარისის უკანალიდან კარაქმა ჩაითანში გადაინაცვლა. რა თქმა უნდა, მონმორენსი განზე ვერ დარჩებოდა ამ ყველაფრისგან. მონმორენსის ცხოვრების აზრია ყველას ფეხებში აევლანდას და გინება გამოსტყოლოს. თუ ჩაეყვეხა ზუსტად იქ, სადაც მისი ყოფნა ყველაზე ნაკლებ სასურველია, თავი მოაბეზრა და ყელში ამოუყვანა ყველას ყველაფერი. გაცოფებამდე მიიყვანა ისე, რომ რაც ხელში მოხვდათ გამოუქანონ, ღრმა მორალურ კმაყოფილებას გრძნობს და თვლის, რომ იმ დღეს ამაო და არჩეულია. ვინმეს ფეხებში შეუვარდეს წასაქცევად და მერე 1 საათიან წყევლაკრულოს უსმინოს, ესაა მონმორენსის მაღალი მიზანი და დანიშნულება ცხოვრებაში. და თუ გამოვიდა ამისნის მიღწევა, ისე გაყოყოჩდება ხოლმე, რომ ცოტა დაუწანელი ხდება. ტყუილად არ არის მონმორენსი. ასე ვთქვათ, მონმორენსი ეს მნიშვნელოვანი ხასიათი ამ წიგნში ძალიან ბევრი ადამიანია მონმორენსისნაირი. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი მოსწავლე. ერთი დადიოდა მარტო. მონმორენსი მიდიოდა და ყველაფერს ზედ აჯდებოდა. თან ზუსტად იმ ნივთებს, რომელთა ჩალაგების დროც მოვიდოდა და კიდევ ერთი აკვიატებული აზრი აწუხებდა, რომ ჰარისი და ჯორჯი მარტო იმიტომ იცვდიდნენ ხელებს, რომ ის ცივ სველ დრუნჩს შეხებოდნენ. მონმორენსი მოახერხა და თათი ჯემში ჩაყო. კავზები დაარიალა, ლიმონებს ვირთხება წარმოიდგენდა, კალათაში ხდებოდა და სამის გაგლეჯვა მოასწრო, სანამ ჰარისმა ტაფა არ ჩასწრო თავში. ჰარისი მებრალებდა, რომ ჩემი წაქეზებული იყო, მაგრამ ღმერთი რჯული, მე არაფერი მიქნია. ასეთ სახს რა წაქეზება სჭირდება? თავდაპირველი ცოდვა ბუნებრივად ამოქმედდება ხოლმე მასში და თავის ნებაზე ატრიალებს. ჩაბარგება 12 საათსა და 50 წუთზე დამთავრდა. ჰარისი დიდ კალათაზე დაჟდა და განცხადა, იმედი მაქვს ჭურჭელი საღად გადარჩებაო. ჯორჯმა თქვა, თუ რამე გატყდება, ესე იგი თავიდანვე გატეხილი იყო. ჩვენთან სხვა თუ რამე გაფშტა, ესე იგი ეგრე იყო საჭირო, ხო? დამდიდებულმა აზრმა, ან ბედი იყო. ამ დიდებულმა აზრმა შვება მოჰქვარა. ისიც თქვა, ახლა კი მზად ვარ, ტკბილად დავიძინო. ყველას გვეძახდა რბილი სარაცელი. ჰარისი იმ ღამით ჩვენთან შებოდა და ყველა მაღლა ავედით. წილი ვყარეთ და ჰარისი მე შემხვდა. შიგნით მხარე გინდა თუ გარეთა, ჯეიმ კითხა მან. მე ვთხარი საზოგადოდ საწალში წილი მინდა მეთქი. ჰარისმა მითხრა დაგიძვალ და ხუმრობაო. რომელ საათზე გაგაღვიძოთ ბიჭებო, კითხა ჯორჯმა. 7-ზე უპასუხა ჰარისმა. არა, 6-ზე ვთხოვე მე, იმიტომ რომ რაღაც წერილები მქონდა დასაწერი. მე და ჰარისმა ცოტა ხანი ვიდავეთ ამაზე, მაგრამ ბოლოს ორივე დათმობაზე წავედით და 7:15-ზე დავთქვით გაღვიძება. 7:15-ზე გაგვაღვიძა ჯორჯი, უთხარით ერთხმად. ჯორჯი დუმდა და რომ დავხედეთ, აღმოაჩინეთ, რომ კაი ხანი იყო, რაც ეძინა. ავდექით და აბაზანა ისა დავდგით, რომ დილით ფეხს რომ გადმოდგამ და შიგ ჩაკოტრიალებულიყო და დავიძინეთ. მე-5 და მე-6 თავი. რამდენია? ერთი თავი ჩაყო მე-5. გვანჩამ ძალებს აღემატება. ბოლომდე მისვლა დღეს. ანუ საინტერესოა ის, რომ იმურის გარეშე ესეთ საზოგადოებაში და ესეთ ხასიათებთან გიწევს ცხოვრება და არ არის პრობლემა თუ ბუშტში ცხოვრობა ესეთ ხასიათებთან და ესეთ საზოგადოებაში, მაგრამ როგორც კი რეალურ ცხოვრებაზე მიდგება საქმე, მაშინ ყველაფერი ძალიან ტრაგიკულად წარიმართება. ასე რომ, ერთ-ერთმა ჩემმა მოსწავლემ, ზოგიერთი მაგალითად იუმორის გრძნობას საერთოდ თავდასხმად იღებს ხოლმე და მეუბნებია, რომ შენ ცინიკოსი ხარ. ერთმა მითხრა, ცინიკოსი ხარ, შენ მხოლოდ ცუც ხედავ ადამიანებში. ეს რაღაცა ცალსახა იდეოლოგიური მსჯელობა, რომელიც მოდის აბსოლუტურად ყველასგან. მნიშვნელობა არ აქვს, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, სტატუსს, განათლებას, ასე შემდეგ, ჩემს ირგვლივ ყოველ შემთხვევაში ვინც არის ყველასგან. რაც კიდევ ერთი დამადასტურებელია იმისა, რამდენად არ შეუძლიათ ადამიანებს თავი დაიხსნან ამ ინფანტილიზმისგან, იმიტომ რომ აქ რაც ხდება, ყველა ეს გმირი პრაქტიკულად ინფანტილურია, ხო? ინფანტილური ნიშნავს რაღაცა პარკეტზე გაზრდილი, განუვითარებელი, ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოსული ადამიანი, რომელიც როგორც აკამორჩილაძე იტყოდა, ბუვის რამეაზე ამბობს გონი, რომ ზღვაში ჭუმპალაობს, ზღვაში ღრმად არ შედის, ხო? ადამიანი, რომელიც არ უყურებს თავის თავს გარედან, კაცი ადამიანი, ლუარსაბი,
რომელიც თვითკმაყოფილია, ლუარსების გარეგნობა არ არის მთავარი პრობლემა, თვითკმაყოფილება, ინფანტილიზმი, განუვითარებლობა, ფანტაზიის უქონლობა, ხო, საკუთარ თავის დაცინვის უნარობა, უზარმაზარი ეგო, არ იცი, მაგრამ აბსოლუტური უნარობა, რომ ვინმე დააჯერო ამ შენ ეგოში, იმიტომ რომ არაფერს არ აკეთებ იმისთვის, რომ ოდნავ მაინც გაამართლო ეგოს მოთხოვნები. ხო, მოკლედ. ბოლო დროს იუმორი ჩემთვის დიდი იარაღი გახდა სოციალურ, ასე ვთქვათ, მანკიერებებთან, ადამიანების მანკიერებებთან ბრძოლისა. ის კი არა და ბავშვები რომ ამბრაზებენ, ადრე ვხუმრობდით ახლა კარიკატურებს, ხედავ, რომელსაც მე მგონი გაჩვენებთ. და ძალიან ბევრი მეუბნება მაგალითად, რომ ბავშვებს ესე მკაცრად არ უნდა მოექცე. ეს რაღაც უცნაური დამოკიდებულება აქვთ ეს. ესეც ალბათ ქალების ბრალია, ხო, რომ ყველანაირი სიმართლე, ყველანაირი შეხება რეალობასთან, თურმე ბავშვისთვის ზედმეტად მკაცრია, თუ არ ვიცი, რაღაც ქალების დამოკიდებულებაც არის, მაგრამ რაღაც იდეოლოგიის ფორმაც არის თანამედროვე, ხო, რა თქოს ბავშვი რაღაც ღვთაებრივი არსებაა, რომელსაც ფეხქვეშ უნდა გაიგო და მას აღზრდა არ სჭირდება და შემდეგ უამრავი თეორია არსებობს. მაგრამ მიუხედავად ყველა ამ ზეწოლისა, მაინც ვაგრძელებ ჩემს მავნებლობას, ასე ვთქვათ. და მე მგონი განახებთ ამ რა ქვია, კარიკატურას.